რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სახელით მოგესალმებით. მე თენგიზ გოგოტიშვილი. რაღაც კარგიც ხო ხდება. გაეცა პასუხი კითხვას, როდემდე უნდა გვმართონ ამ ყლებმა. გაინტერესებთ პასუხი. მაშინ უყურეთ ვაშა გადაცემას დღეს. თენგიზ გოგოტიშვილთან. დაგპირდით გაგიმხელთ პასუხს საკრალურ 14 წლიან კითხვაზე ამ ყლებმა როდემდე უნდა გვმართონ მეთქი და პირობას ვასრულებ. ახლა შევასრულებ. აი აქვე, ახლავე, ამ სეკუნდში. ამ ყლების მართლობა დასრულდება, ჩაინიშნეთ რომ 2026 წლის 31 მაისს 24 საათსა და 0 წუთზე. თბილისის დროით. იგივე ერევნის, ბაქოს, სარატოვის, ასტრახანის, დუბაის, სეიშელებისა და ულანოვსკის დროით. აი მაგ დღესა და მაგ წამს დასრულდება ამ ყლების მართლობა. და დაიწყება ყოვლად გაბრწყინებულ ქართველთა მრავალმხრივ შემკულ წულთა და ქალწულთა ბრწყინვალე გონებისა და კრისტალური მძნეობის, სპეტაკის სულისა და დახვეწილი მანერების, ნაღებთან ნაღების საზოგადოების მართვა. იმიტომ რომ 1 ივნისიდან 0 საათისა და 0 წუთიდან შინაგასაქმეთა სამინისტროში ამოქმედება სქროლვის, სკრინვისა და საყოველთაო კრიმინალიზაციის სამმართველო. ყველანი ციხეში. ამიტომ 1 ივნისის 0 საათისა და 0 წუთიდან ვეღარ დაწერ, ვეღარ იტყვი, რასაც გრძნობ და რასაც ფიქრობ. 1 ივნისის 0 საათისა და 0 წუთიდან საქართველოს ეყოლება ყველაზე ლეგიტიმური, ყველაზე ერთხმად არჩეული, ყველაზე დამსახურებული, ყველაზე გონიერი, ყველაზე პროევროპული, ყველაზე პროატლანტიკური, ყველაზე ანტირუსული, ყველაზე ანტისაოკუპაციო, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ლმობიერი, ყველაზე ჰუმანური, ყველაზე არაგოიმი, ყველაზე ნაკითხი, ყველაზე პროგრესული, ყველაზე ლიბერალური, ყველაზე არაკორუმპირებული და ყველაზე პატრიოტული ხელისუფლება. იმიტომ რომ თუ იტყვი რომ ან ერთი არა, ან მეორე, ან მეათე, ან ყველა ერთად, ციხეში მიდიხარ, შეურაცხყოფის მუხლით. 1 ივნისის 0 საათისა და 0 წუთიდან ყველა პროჭორვილელი ერთბაშად გასხივოსნდება. აი, ნახავთ, სულ სხვა თვალით შეხედავთ და სხვა ენით. და თუ ვინმეს მერე ისეთ მეტამორფოზაში ამჩნევთ, რომ ეჭვი შეგეპარებათ, ეს მართლა ისაა თუ არაო, შეგიძლიათ მოკრძალებით კითხოთ და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ბოდიში თქვენ ის არ ხართ აი 1 ივნისამდე მაგარი ყლე და ნაბარი რომ იყავით? ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია. რა უფრო დიდი და საშვილიშვილო და სასიკვდილო სირცხვილია. პროჭორვილელებმა პაატა ბურჭულაძე რომ დაიჭირეს, 7 წლით შეაგდეს საკანში და ციხისკარი ზურგს უკან რომ გამოუყეტეს, თუ ოპერაში რომ არ შეუშვეს და ოპერის კარი პაატა ბურჭულაძეს ცხვირწინ რომ დაუკეტეს. ან იქნებ ის უფრო დიდი სირცხვილია ლონდონის სამეფო ოპერა და მთელი მსოფლიო რომ ითხოვს პოლიტპატიმარ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას. თბილისის ოპერასა და კონსერვატორიას კი ხმა არ დაუცრავთ. კრინტი არ დასცდენიათ. სუსი არ გაუღიათ. აჰა, სუსი ხო, სუსი. არასდროს დაუბერდებით, სანამ გაოცების უნარს ვინარჩუნებთ. ესე იგი, სანამ ქოცები არიან, დაბერება არ გვემუქრება. იმიტომ რომ ამათ გაოცება რომ იციან მტრისას. სუსმა დაიჭირა სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე. თავისი ყოფილი ნაჩალნიკი დაიჭირეს ტიპებმა. დერეფანში რო გაივლი და კედლებს რომ ეკროდნენ. კაბინეტთან ჩავლისა რომ ეშინოდათ და ჩამორთმეულ ხელს რომ არიბანდნენ მერე. ქრთამზე დაიჭირეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამისაღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე. ოფიციალურ ვერსიას ვენდოთ? ვენდოთ. 2024 წელს ვიღაცას დაუსახელებელ კაცს ლარსის საბაჟოზე რუსეთში გადაჰქონდა 40 მილიონი რუბლი, 1,164,000 ლარი კურსით. ამ ხელა არადეკლარირებული თანხის გადამტანს თანხას სულ ართმევენ ან აჯარიმებენ 10%-ით. ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ფული ჩამოერთმიან სრულად. მაგრამ სუსის უფროსის მოადგილე ახობაძემ, სუსის ახლანდელი თქმით, მას შესთავაზა 10%-იანი ჯარიმის ვარიანტი. ანუ ამ ვიღაც ბიზნესმენს ხაზინაში უნდა დაეტოვებინა 100,000 ლარი და დანარჩენი გამოეტანა. მაგრამ მაგარიჩად მე ახობაძისთვის 500,000 ეჩუქებინა. ქრთამის გამოზალვა წესით ახობაძის უფროს ლილუაშვილს უნდა აღეკვეთა, მაგრამ ისევ გამოძიებას მოусმინოთ. სხვა რა. სუსის იმჟამინდელი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით მოთხოვნილი თანხა განახევრდა
და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში აღნიშნულმა პირმა ლევან ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250.000 ლარი. ლილუაშვილი პროცესში პირადად მართლა ჩაერთო. ოღონდ მოადგილე კი არ დაიჭირა, არამედ თანხა გაანახევრებინა. ახობაძემ 250.000 ლარი თავისივე კაბინეტში იმ დღეს მიიღო. კაი, სუსის უფროსის მოადგილე, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა ევალება, მეკთამია. სუსის უფროსი, ვისაც ეგ კიდევ უფრო ევალება, პლუს საკუთარი მოადგილეების გაკონტროლება, ასევე მეკთამია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დალპა და გაიხწნა ამ ათხელში. და ვიღა დარჩა. დარჩა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2022 წელს შეიქმნა. ფოთაშორის ევროკავშირის მოთხოვნათა შესაბამისად. და მისი ერთი მთავარი ფუნქცია სამართალდამცავთა დანაშაულისა და კორუფციის გამოვლენა და აღკვეთა უნდა ყოფილიყო. ბიუროს უფროსად დანიშნეს რაჟდენ კუპრაშვილი. ძალიან სანდო კოცი. 6 წელი დანიშნეს, ბუდიში აირჩიეს, პროკურორები ყველა და ყველაფერი არჩეულია და ლეგიტიმური საერთოდ. მერე ევროკავშირზე გაბრაზებულმა პროკურორებმა ბიურო საერთოდ მოსპეს, გადამისამართეს აუდიტი სამსახურში. დამსახურებულ რაჟდენას კი, რომელმაც ამდენი იწვალა, ამდენი იკადრა და ამდენზე გადახდა, მადლობაც არ უთხრეს, მუნიანივით გააგდეს. და ახლა ეს რაჟდენი კორუფციასთან და კორუმპირებულ სამართალდამცველებთან ყოფილი მთავარი მებრძოლი გრანდიოზული კორუფციის საქმეში ადვოკატად დაუდგა კორუფციასთან ყოფილ მებრძოლ ლევან ახობაძეს. მიხვდით? წარმოიდგინეთ სქემა. კაცს, რომელიც უნდა გამოეაშკარავებინა და დაეჭირა 2024 წელს, 2026 წელს დაუდგა ადვოკატად. და სხვა ქრთამებით და ამ ქრთამით მიღებულ ფულს ახლა ჰონორარად აიღებს. მადლობა უფასო ცირკისთვის ბორინკა რადნოი. ეხლა უფასო ეგ ჩვენთვის არის, თორემ მაგათგან ამოღებული ფული ბოლოს სად მოგუჩნდება, ეგ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გამოგვიწერეთ, მოგვიწონეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში გადაცემა.